მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. სოფელ ბაილეთში მალე გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. რუბრიკის „დავუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში“ რეპორტაჟს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთიდან გთავაზობთ. მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფი გზა ეს იყო პირველი, რაც ბაილეთში მისულ სტუმარს თვალში ხვდებოდა. დღეს სურათი შეიცვალა. ბაილეთზე ცენტრალური ბეტონიზირებული გზა გადის და ამისთვის ადგილობრივები მეტად მადლობელნი არიან. თუმცა ითხოვენ შიდა გზების მოწესრიგებასაც. ის რომ მთავარი ტრასა გაკეთდა, ეს ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა და დღესდღეობით ძალიან კმაყოფილები ვართ იმისი, რომ გზა არის თუნდაც ის მთავარი ტრასა, რასაც ეძახიან. გზა შესანიშნავია. ეს გაკეთდა, მაგრამ აი კუთხის გზა ძალიან ცუდად არის. აქ მოძრაობდა ის დიდი მაშინები და აი ნახე როგორია ეს, რა ქვია, თანდათან მიწა იწევა, ეს ისეთი მიწა დაბლა მიდის, წყლიანია. ხო და იმ დიდმა მაშინებმა მოსპო ეს ადგილი და ამას თუ გავიკეთებს კუთხეს ძალიან კარგია. მალე დაიწყება გამრიცხველიანებისა და ძველი ელექტრობოძების შეცვლის პროცესიც. თუმცა არის რამდენიმე პრობლემა, რომელსაც ბაილეთელები გვერდს ვერ უვლიან. საყანე ფართობები ეს არის საკითხი, რომლის მოწესრიგებასაც აქაურები დიდი ხანია ითხოვენ. მდინარე სუფსამ თანდათანობით უკვე 10 ჰექტარი ფართობი წაიღო. ბევრი წაიღო, წყალმა ესე ფართობები. მე მაგასთან მქონდა 3000 კვადრატული მეტრი, მაგ 2500 მეტრი უკვე წაღებულია. გლეხს საარსებოდ აქვს მიწა და ყანა, რომელიც მდინარე სუფსას მიაქვს. და არ ხერხდება, ძალიან ძვირიჯდებაო, გვეუბნებიან, რომ სამაგრი სამუშაოები გაკეთდეს იქ და მოსახლეობას ეს საყანე ფართობები გადაურჩეს. მოსაგვარებელია წყლის საკითხით. შესაძლებელია მილები, რომელიც მშემდგომარეობაში ბოლოს 80-იან წლებში იყო. წყალი არ გვაქვს. ყველას ჭაგვი აქვს და მასე ადგილობრივად. ბაილეთელები ითხოვენ გაზიფიცირების პროცესის დაწყებასაც, მით უმეტეს მთავარმა მაგისტრალმა სოფელთან სულ ახლოს გაიარა. გაზი არ გვაქვს, ეს პრობლემა ნამდვილად გვინდა რომ მოწესრიგდეს. სულ ახლოს აგერ გადის გაზის ძირითადი მაგისტრალი და გვინდა რომ ეს ბუნებრივი გაზი შემოვიდეს ჩვენთანაც. ამაზეც რატომღაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შეუძლებელია დღესდღეობით. ითხოვენ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასაც, რომელიც მათი აზრით სოფლისთვის საჭირო ადმინისტრაციული შენობის როლს იტვირთავს. სოფელს არ აქვს ცენტრი, ანუ სადაც შეიძლება თავშეყრა, საზოგადოებამ თავი მოიყაროს, მოვითათბიროთ. არის უნიკალური შენობა, ყოფილი ბაღის შენობა, რომელსაც რემონტი ეწყობა და ექვემდებარება, მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია. ისევ პრობლემურია სოციალური დახმარებებისა და სამედიცინო პოლისების თემაც. არც პოლისი მაქვს და არც რამე და პოლისი არ მოგიწიეთ. ისე იგი რომ მოვიდნენ, დედა მაქვს დიდი სახლი. ეს არის გაუწყობელი ერთი ოთახია გაწყობილი. რომ დინახეს ეს დიდი სახლი, იფიქრა ეს კარგად ყოფ. მე ისეთი არაფერი არ მაქვს სახლში, მოვკიდო ხელი და ისქნა, რა ქვია, პენსია გამოვიტანოს ხომ მინდა საჭმელი. ძალიან კარგი იქნება, თუ კი მართლაც ყველას ექნება ეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს მაქვს ლაპარაკი. დახმარება რო ქონდას ყველას. იმიტომ ძალიან უჭირს სოფელს. საყოველთაო უმუშევრობა დიდი დოზითაა ბაილეთშიც. უმუშევრობას უკავშირდება ქორწინებების რიცხვის კლებაც, რაც საბოლოოდ დემოგრაფიულ პრობლემად ყალიბდება. დასაქმება რო არ არის სოფელში თავისთავად, აი მომავალი ის რომ ბიჭმა ცოლი მოიყვანოს და პერსპექტივა ქონდეს, რომ მან თავისი ოჯახი შეინახოს და შვილები გააჩინოს და სოფელი გამრავლდეს და წინ წავიდეს, ამისი პერსპექტივა არ არის. თუკი გლობალური და ფართო მასშტაბიანი პრობლემების მოგვარება პატარა სოფლისთვის შეუძლებელია, სავსებით შესაძლებელია მცირე, მაგრამ სოფლისთვის მტკივნეული საკითხების მოწესრიგება, რასაც ბაილეთელები დიდი ხანია ელიან. საკრებულოზე გადაანელი და დამტკიცებული ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის 5-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გუშინ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. საზოგადოების წინაშე მუზეუმის განვითარების გეგმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ირინა საჯაიამ და ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ წარადგინეს. როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, გეგმა გრძელვადიანია და იგი მუზეუმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. რამდენიმე წუთიანი პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა მკითხვა-პასუხის რეჟიმში განაინაცვლა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცეთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი კომპეტენტური პირების
მიღებისგან მიეღოთ. შეხვედრაზე როგორც პრეზენტატორებმა, ასევე დამსწრეებმა მუზეუმის ცნობადობის ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის მთავარ გარანტად ინტერნეტ სივრცეში დამკვიდრება და მუზეუმის ვებგვერდის შექმნა მიიჩნიეს. სტრატეგიული გეგმის მომზადებაში მუზეუმს სხვა აიპების მსგავსად არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და მისი ხელმძღვანელი მინდია სალუქვაძე დაეხმარა. აქ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი ჩართულობა, სხვადასხვა კატეგორიის ახალგაზრდები, ჟურნალისტები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც გულშემატკივრობენ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს და მუზეუმთა გაერთიანებას, რომ ყველანაირად შეგვიწყონ ხელი, რომ ამ 5 წლიან განვითარების გეგმას ჰქონდეს, თქმა უნდა, წინსვლები. ჩვენს თანამშრომლებს ძალიან დაგვეხმარება ამ გეგმის მიხედვით მუშაობა, რომ მოწესრიგდეს მუზეუმის ინფრასტრუქტურა, შეივსოს შესაბამისი ტექნიკით და ასე შემდეგ, რომ ოზურგეთს გააჩნდეს სავიზიტო ბარათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი. თავად ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი უკვე დაინტერესდა ამ საკითხით, მსჯელობენ ერთად, გეგმავენ, ეს ძალიან ბევრის მეტყველი არის და ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ერთად დგომით, თანამშრომლობით, საზოგადოების სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა ჯგუფის ძალისხმევით ოზურგეთის მუზეუმი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა და ის იქნება ასევე საინტერესო არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მოიზიდავს უცხოელ ტურისტებსაც, დამთვალიერებლებსაც და რაც მთავარია ახალგაზრდობისათვის, ეს იქნება არაჩვეულებრივი საშუალება, რათა უკეთ გაეცნონ მშობლიური კუთხის და ზოგადად ქვეყნის ისტორია. საქართველოში მცხოვრები ბოშები და მათი პრობლემები. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ტოლერანტობის ცენტრისა და ბიბლიოთეკის მიერ ერთობლივი ღონისძიება მოეწყო, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ეხებოდა. ორგანიზატორების თქმით, მათ ბოშების პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება სურთ, რადგან დღეს ამ ადამიანებს უამრავი პრობლემა აწუხებთ, მათ შორის განათლების, რეგისტრაციის და სხვა სოციალური პრობლემები. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ბოშათა პორტრეტები, ასევე ბოშა ბავშვების მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი ვარსკვლავ ბიჭუნა. ღონისძიება ბოშების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. გვინდა გავამახვილოთ და ესე ვთქვათ, აქტუალიზაცია გავუკეთოთ იმ პრობლემებს, რაც ბოშებს ეხება. და ამიტომაც ამ დღესთან დაკავშირებით გამოფინეთ პორტრეტები, ეს არის ბოშების პორტრეტები, რომლებიც გადაღებულია რამდენიმე ბოშურ დასახლებაში და ასევე ამ დღეს დავამთხვიეთ ტოლერანტობის კუთხის გახსნა. ეს იქნება მუდმივმოქმედი კუთხე ეროვნულ ბიბლიოთეკაში. საქართველოში სადღაც 1000-მდე ეთნიკური ბოშა ცხოვრობს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი სამწუხაროდ ყველაზე განყენებული და მარგინალური უმცირესობების ჯგუფი, რომელიც ძალიან ხშირად გარეთ რჩება ხოლმე მთელი რიგი პროცესების. მინდა გითხრათ, რომ გარკვეულწილად იყო სერიოზული პრობლემები და დღემდე რჩება ეს პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მათ ოფიციალურ რეგისტრაციასთან. სახელმწიფოს და ჩვენი ტოლერანტობის ცენტრის, სახელმწიფოს არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიზანი არის ის, რომ არა მარტო მათ კულტურის და ცეკვების თუ სიმღერების შესახებ იცოდეს საზოგადოება, მაგრამ დაინტერესდეს მათი პრობლემებით. ეს არის მწვავე პრობლემები დაკავშირებული მათ ჯანდაცვასთან, დაკავშირებული განათლების მიღების პრობლემებთან, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისინი არ იღებენ საჯარო სკოლებში განათლებას და ეს ყველაფერი ამოდის იქიდან, რომ სახელმწიფო მათ არ იცნობს ვერ ახერხებს იდენტიფიკაციას, ისინი არ არიან რეგისტრირებულები, მათ არ აქვთ ხშირ შემთხვევაში პირადობის რაიმე სახის დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ ბოლო პერიოდია, ბოლო 2 წელია ამ მიმართულებით სახელმწიფო დაინტერესდა, სამოქალაქო სექტორი დაინტერესდა და იმედია, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემები მეტნაკლებად გადაიჭრება. ბოშებს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. განათლების მხრიდან, თუნდაც კულტურის მხრიდან მათი ტრადიციები იკარგება და საერთოდ ყველანაირი პრობლემა აქვს, გინდა ქალთა უფლებები. ყველანაირი პრობლემა არის ბოშებთან ჯერჯერობით. ბევრი უკვე გადაჭრილი ვაქვს, 4 წელია მე ბოშებზე ვმუშაობ. მე ვარ ქართველი, 14 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი ბოშაზე, მყავს 5 შვილი, მეუღლე და ვიცი მათი ენა სუფთად. ქართველმა მოჭიდავეებმა 2012 წლის ოლიმპიადაზე კიდევ 2 ლიცენზია მოიპოვეს. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა სიას კიდევ 2 სპორტსმენი, ოთარ თუშიშვილი და სოსო ჯაბიძე დაემატა.
ჩინეთში გამართულ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრზე ქართულმა მოჭიდავეებმა რიგით 24 ლიცენზია მოიპოვეს და ოლიმპიადის მედლის კანდიდატები გახდნენ. საქართველოს ნაციონალურ ოლიმპიურ კომიტეტში გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ლიცენზიანტთა სტენდზე ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს. ქართული მოჭიდავეები მორიგი შეხვედრისთვის უკვე ფინეთში გაემგზავრებიან. ჩინეთის ქალაქ ტაივანში ჩატარდა რიგით მეორე სალიცენზიო ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი. ეს იყო სოფლიო მასშტაბით სალიცენზიო ტურნირი, პირველი იყო ევროპის მასშტაბით. იყო ჩატარდა როგორც თავისუფალ სტილის ჭიდაობაში, ასევე ბერძნულ-რომაულში. პირველად მე თავისუფალში ჭიდაობდა, დარჩენილი ჰქონდა ერთი ლიცენზია და მარტო გავემგზავრეთ ჩემს ფრენდთან ერთად და შევძელით ლიცენზიის აღება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ორი ლიცენზიის აღება, ამით თავისუფალ სტილით მოჭიდავეებმა შეძლო მთელი კვოტის შევსება, 7 სპორტსმენი წავა ლონდონში თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ასევე მესამე არის კლასიკური, უბრალოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთათვის. ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული სპორტსმენები და მე იმედი მაქვს, რომ ამ მომზადების დონე და კიდევ 2-3 თვეა, რომ ისინი გააგრძელებენ ბუნებრივ შეკრებებს, რომ იმ შედეგს მიაღწევენ და ინფორმაციას მიაღწევენ, რითაც ჩვენ შევძლებთ ლონდონში ძალიან ღირსეულად გამოსვლას. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.